ვაგრძელებთ პირველი მსოფლიო ომის შესახებ საუბარს და იქავართ გაჩერებული, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ჩართვა უნდათ პირველ მსოფლიო ომში, რათა ელიტებს რათა მიაღწიონ დასახულ მიზნებს, კერძოდ როტშილდებმა და ბრიტანეთმა გარიგება, როზეც წინა ვიდეოებში ვისაუბრეთ. ანუ რაღაცა საჭიროა ისეთი ინციდენტის ინსცენირება, რომელიც აიძულებს ამერიკელ ხალხს უარი თქვან იზოლაციონიზმზე და ჩაერთონ ამ ომში. მოგეხსენებათ, დიდი ხანია იზოლაციონისტები არიან 1917 წლამდე არასდროს ეგ ხალხი არ ჩართულა აქეთ ევროპაში არ ომია და რაღაცა სერიოზული უნდა მოხდეს. მოდით ვნახოთ რა გააკეთეს ელიტებმა. ასეთი მომენტი ინსცენირებისა 1915 წლის 7 მაისს დადგა, როდესაც გერმანულმა წყალქვეშა ნავმა ჩაძირა სამგზავრო გემი ლუიზიტიანა. სახელწოდებით ლუიზიტიანა, რომელიც ნიუ-იორკიდან მანჩესტერში დადიოდა ხოლმე ხშირად რა, რაცა მოგონი რა კვირაში ერთხელ თუ სწორად მახსოვს. გემის დაღუპვისას 1198 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ანუ ჩაძირვისას. მათ შორის 128 ამერიკელი ადამიანი. სამგზავრო ლაინერზე განხორციელებულმა ამ ერთი შეხედვით უმიზეზო აგრესიულმა აქტმა მთელ ქვეყანაში ამერიკაში ანტიგერმანული განწყობები გააღვიძა. 767 გადარჩენილიდან ბევრი 3 საათის განმავლობაში ტალღებში იხჩობოდა. სანამ ციდან თოლიები ეშვებოდნენ, რათა მოტივტივე გვამებისთვის თვალები ამოეკორტნათ. აი ასეთი ამბავი მოხდა. ეხლა ვნახოთ სინამდვილეში რა მოხდა. ანუ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აი გერმანელებმა ჩაგვიძირეს სამგზავრო მშვიდობიანი მოსახლეობა, სადაც ამერიკელები დახოცეს. ცოტა თუ ხდებოდა ამერიკაში, რომ გემის ჩაძირვა და დაგვიანებული სამაშველო ოპერაცია დაგეგმილი იყო უინსტონ ჩერჩილისა და ბრიტანეთის საადმირალო წევრების მიერ, რომლებიც მოქმედებდნენ ბრიტანეთის ვაჭრობის საბჭოსთან, უილსონის ადმინისტრაციის პოლკოვნიკ ედვარდ მენდელჰაუსთან და ამერიკელ ინდუსტრიალისტებთან შეთანხმებით, რომელთაც დიდი ბრიტანეთისა და მოკავშირე ძალებისთვის კოლოსალური სესხები ჰქონდათ გაცემული. ამერიკულ საზოგადოებას არ აცნობს, რომ ლუიზიტიანას ბრიტანეთში 6 მილიონი ვაზნა და სხვა სამხედრო მასალა გადაჰქონდა. პრეზიდენტ უილსონის ბრძანებით გემის ნამდვილი მანიფესტი ტვირთის ნუსხა ხაზინის დეპარტამენტის არქივებში გადამალეს. ხალხისთვის ასევე უცნობი დარჩა, რომ ჩერჩილმა და საადმირალოს სხვა წევრებმა სამგზავრო გემ ლუზიტანიას მისცეს მითითება ემოძრავა საგრძნობლად შენელებული სიჩქარით და ესკორტის გარეშე ირლანდიის ზღვის ზუსტად იმ წერტილში, სადაც გერმანული წყალქვეშა ნავი იყო ჩასაფრებული. საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ასევე უცნობი დარჩა ის ფაქტი, რომ გერმანელებმა ნიუ-იორკის გაზეთებში დიდი განცხადებები განათავსეს, რომ ამერიკელები გადაერწმუნებინათ ამ ოკეანის ლაინერზე ასვლისაგან. ანუ ყველაფერი იყო დაგეგმილი ამ გემის ჩაძირვა განახორციელა კეთილმა უინსტონ ჩერჩილმა. გერმანიამ კი ამერიკელები გააფრთხილა, რომ ეს გეგმა შემუშავებული იყო, დაზვერვამ მოიპოვა ინფორმაცია ამის შესახებ, მეგობრებო, გამოაკრეს გაზეთებში ნიუ-იორკში, რომ არ ახვიდეთ ამ ლაინერზე, რადგან დაგეგმილია მისი ჩაძირვა ყველანაირი მეთოდებით, მასზე დატვირთული არის იარაღი დიდი რაოდენობით და თუ ეს გემი გადაადგილდება ირლანდიის ზღვაში, ირლანდიის ზღვა დაკეტილი იყო, განზრახ იყო დაკეტილი გერმანელების მიერ, იმიტომ რომ მომარაგება რომ შეწყვეტილი იყო ბრიტანეთის ომია და ამიტომ გააფრთხილეს მშვიდობიანი მოსახლეობა გერმანელებმა, რომ არ ახვიდეთ ამ გემში, რადგან მასზე იარაღი გადააქვთ და ესე იგი განზრახ აიყვანეს ხალხი ჩუმად, რომ არაფერი არ უთხრეს, თვითონ აიყვანეს. შემდეგ სამაშველო
როდესაც ჩაიძირა გემი სამაშველო იმ სპეციალურად დააგვიანეს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაახოცილიყო. რატომ? იმიტომ რომ როგორმე გაებრაზებინათ ამერიკელები გერმანელების მიმართ, რათა ამერიკელებს ემოციურ ფონზე მიეღოთ გადაწყვეტილება, რომ ჩართულიყვნენ პირველ მსოფლიო ომში. ვნახოთ შემდეგ რა მოხდა. დროებით